გამარჯობა მეგობრებო, დღეს არის ძალიან მნიშვნელოვანი დღე ჩემი სახლის რემონტის ისტორიაში. ვინც არის ჩემი ვიდეოები, მე ვარ მანანა და 25 წლის ასაკში ავიხსნე ჩემი ოცნება, ვიყიდე საკუთარი სახლი და ახლა ვარემონტებ და ჩემი მიზანია რომ ახალ წელს, ახალ 2027 წელს შევხვდე საკუთარ სახლში. შესაბამისად, ამისთვის რაც შემიძლია ვაკეთებ, დღეს არის უკვე მეოთხე ნაწილი ჩემი რემონტების სერიის და დღეს უნდა შევხვდე ჩემს ხელოსნებს, რომლებიც მეწვიან რას როგორ რამდენ ბიუჯეტში, რამდენ ხანში გამიკეთებენ. შესაბამისად, ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ მითხრა რომ მაგალითად მანანა იცი რა არის კედლებს 6 თვე მაინც დასჭირდება და ალბათ 600-1000 ლარი მე უბრალოდ ვერ გავაკეთებ, იმიტომ რომ არ შემიძლია არც მოცდა, არ შემიძლია არც მაგდენი ფული მაქვს, არც მაგდენი ნერვები არ მაქვს და აღარ მინდა საერთოდ. ეს ხელოსნები მირჩია ჩემმა BFF-მა მარიამ კერესელიძემ, რომელიც არის ძალიან ინფლუენსერი, მეგობარი. შეიძლება ესე ვიდეოებს არდებს, ადრესები და ეხა შეასტოპა და იმედია გააგრძელებს, თუმცა არის ძალიან დიდი ინფლუენსერი და მის სახლში ორმა ხელოსანმა გააკეთა რემონტი, ძალიან მალე გააკეთეს და რა თქმა უნდა, ჩემმა დაქანმა მირჩია რომ მანანა, მოდი, სადე, იმიტომ რომ ისინი არიან საუკეთესოები. ვეძებდი დიდხანს ხელოსანს, რამდენიმე ჩემი ახლობელიც აკეთებს რემონტს, მაგრამ ძალიან დიდხანს უნდებიან და მე უბრალოდ არ მაქვს დრო, ენერგია და ნერვები იმის, რომ ჩემი სახლის რემონტი კეთდებოდეს 1 წელი. აი, უბრალოდ შეიძლება ცუდად გავხდე, მართლა ნერვოზი დამემართოს, ვეღარც ვიმუშაო, ვეღარც ვიდეო გადავიღო. YouTube-ზე ზედმეტია საუბარი, ამიტომაც მირჩევნია რეკომენდაციით და ვიზეც ნამდვილად ვიცი, რომ ვიღაცამ გამოსცა და ჩემს ახლობელმა ადამიანმა ეგეთ ადამიანთან ერთად გავაკეთო, ვიდრე ახლობელთან, რომელსაც ვერაფერს ვერ ვეტყვი დროში რომ გამიწევოს და ძალიან ბევრი ამბავი ვიცი ეგეთი, როდესაც ესე მოხდა, რომ აი თუნდაც მამა ჩემიც აკეთებს მაგალითად რაღაცებს, მამა ჩემი ხა პოლონეთში, არ არის საქართველოში, მაგრამ ისედაც მირჩევნია სწრაფად გავაკეთო ძალიან და ყველანაირი მორიდების და ამ შემდეგების გარშე, რაზეც შევთანხმდებით, ისე იყოს რა და მე ხა უნდა შევხვდე ხელოსნებს, ბატონ გოჩას და ბატონ გიორგის და ძალიან კარგი მოლოდინები მაქვს, ნახოთ რას გვეტყვიან. შველება ჩემს სახლს რამე? წავედით. ესე იგი, ამ კაცმა მითხრა, რომ მაქსიმუმ სექტემბერში შეგიძლიათ რომ დაიწყოთ, მაგრამ მაქამდეც შეიძლება რამის უხერხება მენეჯმენტთან ერთად, ანუ ზუსტად არ ვიცით, მაგრამ უეჭველი ხო, სტიაში. მილები გავიყვანეთ უკვე. მილები აი ზვიადას გავიყვანეთ. კი, ზვიადის გავიყვანეთ. ეს მეოთხე და ეგ თქვენს ხო? კი, ეს არის ჩემი სახლი. აი ხედის გამო მომწონს მე ყველაზე მეტად ეს პროექტიც კაი. ხო, პროექტი. ამერევეც სპარნა და ზალა ეს იქნება უკრაინათა და კი. რა დროს რემონტიობდი. აიო. აქ რა დროს რემონტია? ჯერ გალესოს რა. ხო, ჯერ სტიაშკა. მე ვიტო გეუბნება სექტემბრამდე ხონა ნახო. უბრალოდ ბინა ვნახეთ. გიპერიც ილესება, ხო? კომპანია ლესებს. ხო, გაჯით ავირჩიე მე მგონი, ხო. ეგრე მირჩია ზვიადმა სხვათა შორის. გაჯი კაი. გაჯი კაია, იმიტომ რომ გაჯი კაი. წერზე რასაბი? ის ხო? ხო, წერზე ესე მინდა რომ დავტოვო აი ეს როგორც არის. ბეტონი? არა, აი ფორმა თვითონ და ალბათ თეთრი რო იყოს რა. თეთრი? ხო, აი რო შევღებოთ მაგალითად. თვითონ ბეტონი შეღებო? ხო, აი არ ვიცი, აბა ეგ თქვენ მირჩიეთ, რა შეიძლება რომ გავაკეთოთ. ბეტონი თოდი და უნდა გარდახვიდე მაშინ. ანუ ამას ეხა რა უნდა გავუკეთოთ კიდე მაშინ რო? თეთრი ჭეთურა გიფსკარდონი უნდა გავაკეთოთ. ხო. გიფსკარდონი. ხო, ძალიან ჩამოიწევა? არა, რა ჩამოიწევა 4 სანტიმეტრები კი არ არის. ხო, მაშინ წესთებ უნდა. არა, გიფსკარდონი უნდა გააკეთო აქ ჭერებზე, გასაყარაკო. თქვენ რო შემოხვალთ თავიდან უნდა დაიწყოთ დაბლიდან? სტიაშკას რო დაასხო ხო. და გალესავე. უკვე ჩვენ ის შემოდივართ მე. ჩვენ ვაკეთებთ მე გიფსკარდონებს ჭერზე და შპაკლავთ და მე რა გინდა პალიერი გინდა, ღებვა გინდა, უკვე თქვენ გადაწყვეტთ მე. ხო. და ლამინატი? ლამინატსაც ჩვენ დავაგებ. ლამინატი გვაქვს ვარიანტი რომ სამკუთხედი ფორმები როა რომ რომანახ ტელეფონში. ხო, ზოგიო იცი რა მხელა ფული გადადის მაგაში და ხარჯაო. ხო. სუ იყრება, აი მხელა ბიჭერება სუ იყრება. მაგას თქვენ როგორც ნაძვის ხე დაგება. ხო. ნაძვის ხე უბრალოდ იგება. ნაძვის ხე ხო ეგ. ნაძვის ხე უბრალოდ იგება ასე. ასე რაც ამას ლამინატი ჭირდება, ერთი იმდენი კიდე ნაიხით. ეხლა და ეხლა რაშია საქმე? მე ვარ იუთუბერი და ეგენი მაძლევენ მაგას. მე რეკლამა უნდა გავუკეთო, რომ ეგ დავაგე. ანუ მაგაზე დიდად არ ვფიქრობ მე ეხა. რომ ახლა მოიტანო. იმიტომ იჭრება, სუ აი სული იჭრება, ხო? გვერდებზე განსაკუთრებით. აბა რა სული იჭრება. და ნახევარზე მეტ უნდა გადააყო. რას ლაპარაკ? ჯობს ალბათ 4 კუთხედები. აი ავარ. იმდენა გადაყარო, იმდენი გაგი. არ იყო ერთ-ერთი პიროვნება, რომელიც ეგ ვიღაცამ ეხა დადო ატე დაიწყო დაგება, ხო? მე არ დამიგება, შეიძლება კაცმა დააყო. ხო. კლიენტი გაგიჟდა. იმდენი ორმაგი დაუჯდა, ხო? უბრალოდ აღარ აყარა რა, უბრალოდ აღარ აყარა დაამთავრა.
ეხა ამ სახლს დრო რამდენი უნდა თქვენ რომ შემოხვალთ მაგის მე მე მაგათაც ერთ პასუხეშა რა მოჩი ღებავ თუ შპალი არსებობ. გონი შპალეს გავაკრავი როგორიც მარიამთან გააკარით ნაზი ხო არც ეთყობა ეგ იმდენად მომეწონა არც ეთყობა რომ შპალიერი შპალიერი მოგეწონა მაგან კაი შპალიერები აქვს კიდე და ხო ნაზები და ნაზი მინდა რომ ავარჩიოთ და ანუ თქვენ მაღლიდან დაიწყებთ დაბლა გააკეთებთ კედლებს და კიდე გიფსკარდონი კედელი ლამინატი всё. ჩვენ შესაძლებელი ეხა თქვენ იმიტომ დაგირეკეთ ბიძა ჩემიც აკეთებს რემონტებს მაგრამ დიდი ხანი უნდება რა და თქვენ რადგანაც სწრაფად აკეთებთ მაგიტომ მინდა რომ როგორც კი შემოგვიშვებენ ეგრევე დავიწყოთ და ვინმე ეგეთის ხარტი ბაბუა ჩემი აკეთებს კაფეს ბაბუა ჩემი 35 წლის ეგ რო შევა 2 წელი აღარ გამოვა იქიდან ხო და ვინმე სწრაფი მინდა არ მინდა ბაბუა ჩემი გინახავ დაგირეკავ ამ ორ დღეში ხო. და გინახავ მარიამსაც უნდა თავისი სახლის აბაზანა. ხო რა აბაზანა რა ხო და ამასაც კაფელში კი გამიკეთებს აქ თუ კაფელი წავა აქ კამარი აბა კაფელი მის ეხლა კუხნას ხუთ გავმაქ შეიძლება ბარია რა კუხნის ხო. სისტემაში აი აქ შუაში კაფელი მის აი ხო შუაში და ანუ გამოდის რომ თქვენ რო გააკეთებთ მე ერთადერთი საპირფარეში უნდა დავეოდო თუ დიდხანს მოუნდება ვიღაც და ავეჯი შემოვიტანო მაგასაც დავაწყებინებთ ეს თავარი რომ დაიწყებს დასხმას ხო. და გაილესება კაფეჩიკსაც გამოგიზიანებთ ბარიღამ რომ კაფელის დაიწყოს ეს არ შეუშვის ხეს თავარი ეს დაიწყეს და პარალელურად გააკეთებთ აი ამას არ დაასხავენ ესენი გული არ ასხავენ თვითონ ის ამათ ყალეს არ ასხავენ ესენი იმიტომ რომ ყალე თვითონ კაფეჩიკი ასხავს აჰა მე მგონია რომ ასხავ. ანუ დამოუკიდებელი პროფესია თქვენი და კაფელში კი საქმე ძალიან განსხვავდება ერთმანეთისგან ხო რა განხილვა ტუალეტია ტუალეტის საკუთრება დარბაზია და დიდია რა არის რა 4 კვადრატია მგონი თუ ხო 4 აი დიდი არის გაჭირკალესილი იყო ბოჭა. სამდღეში შპაკს უნდა მოვჭით. კი 10 დღე მინდა მეთქი უთხარი უმაღლესია ყველაფერი ჩავაბაროთ 11 დღე რა აბა ხახი რატომ მეუნება 2 თვე 4 თვე 6 თვე ანუ მე პარალელურად მაშინ თქვენ რო დაიწყებთ ავეჯის ისიც უნდა მოვიყვანო ვინც ავეჯს გამიკეთებს ხო შენ რო დავიწყებ ხო. შეგიძლია განლაგება ხო გინდა ავაჯის განლაგება ხო. და შეგიძლია მოიყვანო ავეჯის ხელოსანი აიღო ზომები. ზომები რა ხო, რა ხო, გავგინო ეხლა კუხნას ხო უნდა ხო. ზომები ეხლა შენ იქ დაგჭირება ხო მაგისი გვარი კუხნა აი კუთხური კუთხები გვალები ხო. ვაქვს ეგეთინა გააკეთო ხო აქ 4 კუთხეს ხო გააკეთებო რა ვინ გვალი გამოდის აქ ლამას ამიტომ გაიღოს ზომები ჩვენ დავიწყებთ თუ არა კუხნის ხელოსანიც რა მოიყვანო ავეჯის ხელოსანი კუხნის ხელოსანი ყველაფერი ერთიანად აქ გააკეთეს ყველაფერს ან თავარია ეხა რომ ამათმა გააკეთონ საქმე ამას დაასხავენ თუ არა გაცის ეგენლესამე თუ სხვები მოყავს არა თვითონ აკეთებ და ელექტროობასაც თვითონ აკეთებ წესი წერტილები მოვაო აქო ეხა მეუბნებიან და წერტილები ხა თვითონ სვავენ გონი რამოდენიმე წასწინა და მე უბრალოდ? ხო არა პრაუდები ჩავყავთ ეხა მაგალითად აი აქ ჩავყავთ ერთი ხო. ჩავყავთ ერთი იქ ჩავყავთ ერთი სპანაშიც ორი თქვა მე როგორ თქვენ რო გინდათ ახლა მაგალითად თქვენ ხო გინდათ მაგალითად დამატება გინდა ეკ შენ ამატებ შენ თახით შენ ამოიეტავ პრაუდი და თვითონ გააკეთებენ თუ მე ახალი არა მე როგე ელექტროობის სადაც მგონია რომ როგორც მიუდგები საკითხს ეგრე იქნება ამ რემონტს მე მივდექი ძალიან ჩილ და ისე რომ ანუ რა მოხდა აი არ არის რაღაცა ის საოცარი ფილოსოფიური არაფერი ისეთი არ არის ნაბიჯ ვისწავლი ნაბიჯ ჭკვიანურად მოვძებნი ადამიანებს რომლებმაც იციან ჩემზე კომპეტენტურები არიან და ნაბიჯ გავაკეთებ ყველაფერს ხო არასდროს არ მქონია რემონტზე ისეთი რაღაც კი ან ცოტა ნერვიულობდი იმიტომ რომ გარშემო აი ყველასთვის არის რაღაც აი მართლა აი არ ვიცი ძალიან შრომატევადი ძალიან დამღლელი რაღაც ძალიან აი იმედი რომ უეჭველი უნდა გაგიწრუდეს რაღაც აი არ მჯერა რომ ეგრეა ბოლომდე რა იმიტომ რომ რავი თუ ჭკვიანურად აარჩევ ხელოსანს თუ ჭკვიანურად აარჩევ დიზაინერს თუ ჭკვიანურად მიყვები უყურადღებოდ არ მოიქცევი გადაამოწმება ანუ რა უნდა მოხდეს პირიქით ანუ ნაბიჯ დაინახავ შედეგს ბედნიერი იქნები შენც და ყველაც და ეგრე ვფიქრობდი მე თავიდანვე და მგონი მე უნდა დავამსხვრიო ეს სტერეოტიპი და თქვა ჩემი სახლის რემონტით რომ რემონტი მაგდენად რთული არ არის და შეიძლება გააკეთო ძალიან კარგი რემონტი როგორც შენ გინდა მოკლე დროში და ნერვი არ დაგაწყდეს პირიქით ისი ამოვნო იმიტომ რომ სწორ ადამიანებს ერთად გააკეთო მართლა ის გააკეთო რაც შენ გინდა და ეგ ძალიან მნიშვნელოვანია რომ ერთსული გქონდეს მოდის გააკეთებ იმას რაც შენ მართლა გინდა და მგონია რომ მაგ შემთხვევაში ყველაფერი ძალიან კარგად იქნება იმედია ეს პოზიტიური აზროვნება შემინარჩუნდება წლის ბოლომდე და გადავალ ჩემ სახლში და ახალ წელს შევხვდები საკუთარ სახლში ჯერჯერობით ძალიან პოზიტიურად ვარ განწყობილი და ნახოთ რა იქნება ეხლა თქვენი ბიუჯეტი მერე უნდა დავითვალოთ თუ უკვე შეგიძლიათ მე დავითვით რომ მოვატე საქმე დავითვით შენ თუ ეხლა იმას იძახი რომ წინასწარ რო ვიცოდე რამდენი დაждდებაო ან დაახლოებით რო ვიცოდე რომ
ვთვალო მაგალითად რომ რამდენი კვადრატული ეს? ეს არის 62 იყო, მე ესე რომ ამოაშენეს, დარჩა 55. აი იმის გარეშე გამოდის 56 რა. 56 ისე უბრალოდ პროგრამ დაიშვოთ. ასე კედელი ნაიღო 3-ჯერ, 200 კვადრატამდე არის ეს სახლი. ჭერიან კედლიანი. ხო, ანუ ყველაფერი რო გადათვალო, ეგრე ითვლება? 200 კვადრატი ხა გამრავლე 3-ზე მიდი. 600 იქნება ეგ? 6000 არის კედელი მალი და გასუწეს. 56 გამრავლე 2-ზე. 112. 1200 არის ჭერებს გის გადაუწეს. ხო. მივუმატე 6000 ახლა 1200-ში 7200, 7500 ლარში ჩაგბარდება შენ კედელი და ჭერი და მე ლამინატზე მე ვიყავ. ლამინატი არის თავის პალიები. ხო, თავის პალიები ყველაფერი გამზადებული, მაგრამ ეხლა ლამინატზე არის. რანაირი გინდა, როგორი გინდა, ეგ სხვა ფასი. მაგრამ ხო, თქვენ გაჩნია რა ფორმას დავაგებთ? ფორმასაც გაჩნია, იმიტომ რომ ამაზე უფრო უნდა იწვავოთ თქვენით, ხო? ეხლა მაგალითად თქვენ განათებაც ვერ გავიგე თქვენი ის არის თუ არა, განათება თქვენ თუ გიდათ, ეხლა არ ვიცი ჯიბეებში თუ გიდათ. თუ გადავიტანეთ, მე მაგაზე ჩვენ მოვიარეთ. მაგაზეც გულს არ დაგწყვიტავთ. და გადავიტანო პრაუდები და განათებებს სადგინათ 1, 2 ეხლა ზოგი აქ უეჭველი უნდა ნათურები და კი. ეხლა ქოქუხნა დავა. აი ქოქუხნა არ ყო. ლამაზი ნაცნობი ჩამოდის ხომ იმას პრაუდის მიყვანა უნდა ბა ეხლა უნდა. ეგ უკვე სხვა რაიად მოვილაპარაკეთ მაგას. და თვითონ მასალები როგორ უნდა მოვიტანოთ? მასალებს გაყვებით, ან ვიყიდით მასალებს. მაგაშიც დაახლოებით რამდენი და ანგარიში აქ რაც შპაკლი უნდა წაგევიდეს და გიფსკარდონი 1000 ლარი, 1500 ლარი. ნუ იმაზე ვართ ეხლა დამოკიდებულები, ესენი როდის მორჩებიან და მე შეგვიძლია აგერ ასხავენ იქ და მოყვებიან ალბათ. და შეიძლება აგვისტოშიც თხოვო რა, რომ იქნებ მეთქი შევიდნენ თქო. ელექტროობას, ტიაშკა და კედლები რომ მორჩება, მე შემოვდივარ ჩვენ. კაფეჩიკს ვენახავთ, დამიკავშირდით და ინახავთ კაფეჩიკს. და იცით ეგეთი ვინც კარგად და ისე გააკეთებ? იცით. ოღონდ უნდა ვუთხრა მე თუ ზუსტად რო ვუთხრა რომ იმათ სულ მუშაობს. ისე კაი ბინაა ხო თვითონ? ბინაცა და ადგილია მაგარი. ადგილი მაგარი. ძალიან მაგარი ადგილი. ამარა ძალიან მიშველა მე და. თავში გვეცემოდა რაღაცები და გადაგვარჩინა ხო? ვილაპარაკეთ და თქვენ გეოდებით რა, როცა შეგვიშვებთ, მაშინ დავიწყებთ. თუ გინდათ სექტემბერში, რავი, თუ აგვისტოში იქნება აგვისტოში, როცა იქნება ძალით ვერ შემოვალთ ჩვენ. ხო, სიტუაციიდან გამომდინარე. აბა, დროებით, მადლობა, ნახვამდის. ესეც ასე მეგობრებო, უსაყვარლესი ხელოსნები. იყვნენ ჩემთან ძალიან დამშვიდეს. 10 დღეში გავაკეთებთ ხო? ყველაფერს რომ თავარია ეხლა დაველოდოთ პროცესებს, რომ მწვანე კარკასამდე მივიდეს ჩემი ბინა. და მგონი ძალიან მარტივად გავაკეთებ რემონტს. კედლებს, გიფსოს და დაბლა გააკეთებენ 10 დღეში 2 არიან და მე რატომ მეგონა რომ რემონტი მინიმუმ 6 თვე გრძელდებოდა, არ ვიცი, მაგრამ დღეს კიდევ ერთხელ დავარწმუნდი რომ ახალ წელს შევხვდები ჩემს სახლში. იმედია მართლა ასე იქნება, გავიარეთ ყველაფერი დეტალურად, ახლა ველოდებით თვითონ კომპანიას რომ დაგვრთონ იმისნება რომ შემოვიყვანო ჩემი პირადი ხელოსანი, მაგრამ სანამ შემოვიყვან, ჩემი ბინა უნდა მიიყვანონ მწვანე კარკასამდე. ერთადერთი ეგ, შემდეგ გადავალთ იმ ეტაპზე, როდესაც ბატონი გოჩა და ბატონი გიორგი შემოვლენ და გააკეთებენ რემონტს, ხოლო პარალელურად მაპონინებენ ისეთ ხელოსანს, რომელიც გააკეთებს სველ წერტილს, ანუ საპირფარეშოს. ტუალეტებს საკონცერტო დარბაზია. და პარალელურად იმუშავებენ და შეიძლება ჩემი რემონტი ძალიან მალე დასრულდეს, რაც არის ძალიან კარგი ამბავი და ძალიან ბედნიერი ვარ. პირობითად სექტემბერში რო დაგვრთონ ნება და სექტემბრიდან დავიწყო, კაი ოქტომბრიდან შევიდნენ, რავი, ოქტომბერი, ნოემბრის შუაში უკვე ყველაფერი უნდა მქონდეს გამზადებული და ნელ-ნელა გადაუბარგდე. ვაპირებ რომ რაღაცების ყიდვა უკვე დავიწყო და არ მიყვარს რა რაღაცების გადადება, რაღაცების გაწელვა, მირჩევნია რომ გავაკეთო ახლა და რადგანაც ვიპოვე ესეთი კარგი და შრომის მოყვარე სწრაფი ხელოსნები, მინდა რომ სწრაფად დავამთავრო და შეიძლება ახლა წამდეც გადავიდე. არ ვიცი, ვნახოთ როგორ იქნება. თქვენ გამოხდებით კომენტარებში, დიდი მადლობა ვინც უყურებთ ჩემს ვიდეოებს, მიკომენტარებთ, მამხნევებთ. ზოგიერთი ისეთ კომენტარებს მიწერთ, რომ ხანდახან მეშინია ხოლმე და ვერ ვხვდები საერთოდ შინაარსს, მაგრამ ყველაფერს ჩემ ხელოსნებს აუცილებლად ვკითხავ. ცალკე ფაილს გავაკეთებ, სადაც თქვენი რჩევები იქნება და ყველაფერს გავივლი მოკლედ ჩემს ხელოსანთან ერთად. მოკლედ, ახლა არის ივლისის დასაწყისი. ნახოთ როგორ იქნება. მე ნელ-ნელა უნდა მოემზადო მოკლედ ყველანაირად, რომ რემონტი ძალიან მალე დაიწყება და ძალიან მალე გადავალ მარტო ახალ სახლში. არ მჯერა, ჯერ მართლა, იმიტომ რომ ცხოვრებაში ცალკე ოთახიც კი არ მქონია, ეხლა გავიაზრე, იმიტომ რომ ბავშვობაში ჩემი ძმასთან ერთად ცხოვრობდი. ეხლა ჩემი და არის ჩემ ოთახში, შესაბამისად, მარტო ოთახში არასდროს არ ყოფილვარ და ეხლა მარტო სახლში იქნება ყველაზე დიდი ცვლილება ჩემს ცხოვრებაში და
მე ვფიქრობ, რომ ყველაზე დიდი პოზიტიური ცვლილება, იმიტომ რომ ბევრად უფრო დამოუკიდებელი გავხდები და საკუთარი სივრცის ქონა, რაც უფრო ვიჯერდები, ვხვდები, რომ ძალიან მნიშვნელოვანია და ველოდები ძალიან თან ყველაფერი ჩემი გემოვნებით უნდა გავაკეთო. დიზაინს ნელ-ნელა ძალიან მომწონს და არ ვიცი, ყველაზე ბედნიერი ადამიანი ვიქნები დედამიწაზე. ანუ ეხლაც ბედნიერი ვარ, მაგრამ სულ სხვა, როცა აი მაგდენად დიდი კომფორტი გაქვს რა. მოკლედ მეგობრებო, ეს იყო დღევანდელი ვიდეო. პირველი სტუმრობა ჩემი ხელოსნების ჩემს სახლში. ძალიან ოპტიმისტურად ვარ განწყობილი, რომ ჩემი რემონტი დასრულდება ახალ წლამდე. მათ დამიდასტურეს და მითხრეს, რომ სულ რაღაც 10 დღეში გააკეთებენ ყველაფერს და ვნახოთ როგორ წარიმართება მოვლენები. ვნახოთ მართლა შეძლებენ თუ არა ამას. მე ვფიქრობ, რომ კი, ან დარწმუნებული ვარ, ოღონდ მართლა, იმიტომ რომ ჯერ ერთი ადამიანის მარტივად ვენდობი და მე კიდე ვერ წარმომიდგენია, რომ ადამიანი რაღაცას ამბობდეს და საპირისპიროს აკეთებს. მოკლედ, დალაიქეთ ეს ვიდეო, გამოიწერეთ ჩემი არხი, დამიდექით გვერდში და გამამხნევეთ, მითხარით, რომ ჩემი რემონტი დამთავრდება ახალ წლამდე. აბა, დროებით, მეგობრებო, მიყვარხართ ყველა.